სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. მთელი ქრისტიანობა საბოლოო ჯამში ერთ სიტყვამდე დაიყვანება და ამას მოციქული იოანე თავის წერილებშიც გვიჩვენებს. ეს არის სიყვარული ქრისტესადმი და რა თქმა უნდა სიყვარული ადამიანისადმი. ღმერთი ადამიანად მოვიდა და პირველ რიგში რაც მან გვაჩვენა ეს არის ის რომ როგორ უყვარს მას ადამიანი. ანუ ღმერთი რომ სიყვარულია, ესეც ჩვენ გამოცხადებით ვიცით. ყოველთა შორის მარტო ქრისტიანებმა ვიცით, სხვა არავინ არ იცის რომ ღმერთი სიყვარულია. მერე ჩვენგან ამას იგებენ ჩვენს გამო აქედან გამომდინარე ჩვენიდან გამომდინარე საუბრობენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც, მაგრამ ღმერთი რომ სიყვარულია, ეს გამოცხადებით იცოდნა, იმიტომ რომ არც ერთი რელიგიის, არც ერთ მათ ეგრეთ წოდებულ წმინდა წიგნებში მსგავსი რამ არსად არ არის. რელიგია ხო ფილოსოფია არ არის, ეს არ არის ადამიანური გონების ნააზრები, ეს არის გამოცხადებითი ცოდნა და მხოლოდ სახარებაში, მხოლოდ წმინდა წერილში არის ეს სიტყვები, რომ ღმერთი არის სიყვარული, მაგრამ ღმერთი რომ სიყვარულია, ადვილად დასანახავი გახდა მისი ქმედითობა, ის რომ ღმერთი სიყვარულია, როცა ის ადამიანად მოვიდა, მისი ყოველი საქმე იყო სწორედ აი ამ მისი ბუნების უმთავრესი თვისების სიყვარულის განსხეულება, განცხადება ჩვენთვის. ანუ ღვთის გამოცხადება, ეს უმწვერვალესი გამოცხადება, რასაც ვქია, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ეს უპირველეს ყოვლისა არის ღმერთის როგორც სიყვარულის გამოცხადება. და ჩვენც უნდა დაგვენახა ეს წესით ადამიანებს, იმიტომ რომ ძალიან განსაკუთრებული სირთულის გარეშე, გართულებების გარეშე, გინა თეოლოგიური, ფილოსოფიური, საღვთისმეტყველო გართულებების გარეშე გვაჩვენა თავი, რომ მას ჩვენ უყვარვართ და ის ჩვენთვის მოკვდა. ღმერთი აჩვენებს თავის თავს, რომ მას ჩვენ უყვარვართ და თავისი ტანჯვით და სიკვდილით ეს დაადასტურა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კაცობრიობამ ეს ასე ადვილად არ მიიღო. მის დროსვე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ქრისტესთან ყოფნის ატანა არ ქონდა და იტანჯებოდნენ მასთან, ფარისევლები, სადუკევლები, 1000 ჯურის ფანატიკოსები. ეკლესიის ისტორია ადასტურებს იმას, რომ თვით ეკლესიის წიაღშიც კი იყვნენ ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც არ შეელოთ იმის ატანა, რომ ღმერთმა ესე დაიმდაბლა თავი და დაიწყო ბრძოლა იმ მარტივად, ბავშვურად გნებავთ გადმოცემული ჭეშმარიტებისა, რომ ღმერთი სიყვარულია და მას ჩვენ უყვარვართ და აქედან გამომდინარე ჩნდებოდა აუცილებლობა კრებების მოწვევისა, სადაც კრებებში სულიწმინდა ღმერთი გვასწავლიდა თუ ღვინ არის ღმერთი, რომ იგი ყოვლადწმინდა სამება, რომ ღმერთი განკაცდა, რომ გახდა იგი ადამიანი ჩვენთვის და ასე შემდეგ. მთელი ეს დოგმატური ფორმულირებები, რომელიც სახარებაში არის ყველაფერი, მაგრამ ესე საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ასე ამგვარად გადმოცემული არ არის, გახდა საჭირო მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა ვერ დაინახეს, ვერ დაიჯერეს, ვერ მიიღეს, ვერ იტვირთეს ის სიყვარული, რომელიც ღმერთმა ჩვენს მიმართ გამოავლინა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვერ მიიღეს სიყვარული, არის თავდაბლობა, სიმდაბლე. ანუ სიმდაბლე თანამედროვე ადამიანს ცოტა ცუდად ესმის ხშირად, უარყოფით კონტექსტში ესმის სიტყვა სიმდაბლე. ეს თავდაბლობა არის, შეიძლება ასე ითქვას, თავდაბლობა კიდევ საქმეში გამოვლენილია ქმედითობა, მაგრამ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უნდა ქონდეს ესეთი, ამას მდაბალ მცნობიერობა ქვია. თავდაბლობითი ცნობიერება რო აქვს ადამიანს. ეს არის საღვთო თვისება, ეს არ არის ფსიქოსომატური მდგომარეობა უბრალოდ ადამიანის, ეს არის საღვთო თვისება, რომელიც აქვს ღმერთს და სიყვარული თავდაბლობის გარეშე, ანუ დაბალცნობიერების გარეშე არ არსებობს. თავდაბლობა და სიყვარული ადამიანმა გაყო ერთმანეთისგან, ჩათვალა რომ სიყვარული რო კონდეს, თავდაბლობა საჭირო არ არის. შესაბამისად, სიყვარული გადაიქცა სიამოვნების სინონიმად, რაც მე სიამოვნებს იმას ვარქმევ სიყვარულს და ფაქტიურად ისე დამახინჯდა ეს საოცარი მოცემულობა, რომ ღმერთი სიყვარულია და მან ჩვენი სიყვარულისათვის რა მოიმოქმედა, რომ აღარაფერი აღარ დარჩა, შეიძლება ითქვას თვით სარწმუნოებრივი ცხოვრებიდანაც კი. და ჩვენ ხედავთ, რომ
ეკლესიის წიაღში და ჩვენ საკუთარ თავში ვხედავთ ჩვენ როგორც ეკლესიის ნაწილში, როგორი სერიოზული პრობლემა გვაქვს ამ მიმართულებით, რომ გვიყვარდეს იესო ქრისტე. იმიტომ რომ ჩვენ რო უფალი გვიყვარდეს, საერთოდ ცოდვა ჩვენში აღარ იარსებებს. არანაირი ცოდვა ჩვენში აღარ იარსებებს. ჩვენ უკვე 60-ში ვიქნებით, 60-ისეული განცდა გვექნება. არანაირი ვნება ჩვენზე აღარ გაიმარჯვებს. გაქრება ჩვენში ეგოიზმი, სიამაყე, პატიმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, ამაყი თავდაჯერებულობა იგულისხმება, ამიტომ ეს სიტყვებიც ადამიანებს არ ესმის ხშირად თანამედროვე ადამიანს რას ნიშნავს, რატომ არის თავდაჯერებულობა ცუდი და ხშირად აიგივებენ არასრულფასოვნების კომპლექსთან. არასრულფასოვნების კომპლექსი ან დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვნების კომპლექსი ქრისტიანს არ აჭირს ესეთი რაღაც. როგორ შეიძლება ხშირად მithქვავს მე დაბალი თვითშეფასება ქონდეს ადამიანს, რომელმაც 100%-იანი იცის, რომ სამყაროს შემოქმედის შვილია. როგორ შეიძლება და მისი მარადიული სიცოცხლე გრძელდება ღმერთის წიაღში ღვთისშვილის სტატუსით. ეს არის ქრისტიანი და როგორ შეიძლება დაბალი თვითშეფასება ქონდეს ქრისტიანს. ამიტომ ეს უამრავი რამ არ ესმის თანამედროვე ადამიანს, რას ნიშნავს, რატომ არის თავდაჯერებულობა ცუდი, რომ ეს არ არის დაბალი თვითშეფასება და რაღაცა კომპლექსები. ასეა თუ ისეა ჩვენ მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ სწორედ იმიტომ, რომ ვერ მივხვდით, რას ნიშნავს გვიყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვერ ვახერხებთ ამას, ამიტომ ჩვენზე ბატონობს ის დაცემული ბუნება, რომელსაც ჩვენვე ვატარებთ, დაცემული ბუნების მიერ ჩვენზე ბატონობს დემონური ძალები, ამასოფლის სული და ეს გადის ჩვენი ცხოვრება, რომელიც ერთი გვაქვს, რომელიც ძალიან სწრაფად ილევა და ჩვენ ვერ ვასწრებთ, ჩამოვყალიბდეთ ნამდვილ ქრისტიანებად, იმიტომ რომ ვერ მოვახერხებთ ქრისტე გვიყვარდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და რა თქმა უნდა, ლავრის საშუალება არის წმინდა წერილი, რომელიც გამოცხადების მწვერვალია, სიტყვიერად გადმოცემული, თორე გამოცხადების მწვერვალი თავად იესო ქრისტეა, ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, ასევე მის მიერ დაარსებული ეკლესია, სადაც მასვე ვეზიარებით, ეს არის და თავად წმინდა წერილიც ეკლესიის ნაყოფია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ ეკლესია არის პირველადი თუ რაღაცა ადამიანური ცნობიერებისათვის რაღაც გრადაციას გავაკეთებთ, იერარქიულად ეკლესია არის პირველადი და მეორადი ეკლესიის ნაყოფი, მეორადს გულისხმობ არა ნაკლებს, არამედ ნაყოფი, ხო? ნაყოფი არის წმინდა წერილი. და აი დღესაც წმინდა წერილი იონეს სახარება აღმოვიკითხეთ, რომელიც ასევე ფიქრობ, რომ დაგვეხმარება იმაში, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ ამდელი ქრისტიანები ვიყოთ, ანუ გვიყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი, ესეთი რამ აღმოვიკითხეთ, იოანე ნათლისმცემლის სიტყვები, რომელიც ესე ამბობს. მე ვიხილე და ვწამე, ანუ დავამოწმე. იონეს სიტყვებია, მე ვიხილე და დავამოწმე, იონეს სახარების პირველი თავი ეს. რამე თუ ესი არ ძე ღვთისა და გახსოვთ მე რომ მოდის ნათლისღების დრო პერიოდია, ნათელი რომ უნდა იყოს იოანესგან, მოდის შეხედა იესოს დაამოწმებს, მე ამავე დროს კიდევ დაამოწმებს მოწაფეების წინაშე და კიდევ და რამდენჯერმე ხდება დამოწმება იოანესაგან ქრისტესი და ერთხელ არაპირდაპირ დაამოწმებს მოწაფეებს გააგზავნეს, გახსოვთ, თვითონ პატიმრობაში იმყოფება, ვისაც ეჭვი ეპარება გააგზავნეს და თქვენ თორ ნახეთ და უფალი იქ სასწაულს მოუხდეს, დაელაპარაკება. ყოველ შემთხვევაში თავის თვალით რომ განეცადათ ის, რადგან ეჭვი ჩდება, რადგან ეს ნიშნავს, რომ იოანეს ბოლომდე ვერ ენდობიან, ესე იგი, ამიტომ გაუშვა, რომ მათ თავად ენახათ. ანუ იოანე ეხმარება ადამიანებს, რომ ქრისტეს ღმერთობა შეიცნონ, იმიტომ რომ ქრისტეს ღმერთობის შეცნობა ესე მექანიკურად, რადგან იოანეს მოწაფეა მარტივად ხდება ქრისტეს ღმერთობის შეცნობა, ასე არ ხდება. ანუ ადამიანს სინდისის ქეჯნა აქვს ცოდვების გამო და ამიტომ და იოანესთან ამიტომ იყვნენ, ხო, რომ სინდისის ქეჯნა ქონდათ ცოდვების გამო და ნანოვდნენ ცოდვებს. ამის გამო ქრისტეს ღმერთობა შეიცნო, ესე მექანიკურად არ ხდება. აბა რა არის საჭირო? არა სინდისის ქეჯნის გამო სინდისის ქეჯნა უბრალოდ და ცოდვების გამოწუხილი, არამედ სინანული და სხვადასხვა რაღაცაა ეს. შეიძლება ადამიანს კონდეს სინდისის ქეჯნა, შეიძლება ადამიანს კონდეს ადამიანი დარდობდეს თავის მიერ ჩადენილ უკეთურ საქმეებს
გესმით? აწუხებდეს ის ახსარებასაც ამბობდეს, მოდი ეს ვთქვათ ეკლესიის წიაღში, მაგრამ მას არ ქონდეს სინანული. იმიტომ რომ სინანული ეს არის მეტამორფოზის პროცესი, რომელიც გაცნობიერებინებს სად ხარ და ვინ ხარ და ჯოჯოხეთში ადამიანი თავის შინაგანი მდგომარეობით და სად უნდა აღიწიო და რა უნდა გახდე და ვინ უნდა გახდე. და აი ეს უზარმაზარი დიაპაზონი რომ შენი დასაძლევია, რა თქმა უნდა ღვთის მადლით და წყალობით, აი ეს პროცესი და ეს პროცესი რომ არ ჩერდება შენში და მუდმივ დინამიკაში რომ იმყოფები და ეს რომ ვიწრო და ეკლიანი გზა არის და ბევრი განსასწრელის გამოსთა გადატანა მოგიწევს და ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი არის სინანული და თუ ეს არ არის და საჭიროება, ძაფრი საჭიროება აი ამ გზაზე როგორც კი დგები, აღმოაჩენ რომ ძაფრი საჭიროება გიჩნდება, მხსნელის საჭიროება გიჩნდება. ხვდები რომ მხსნელის გარეშე ვერ გადარჩები და სწორედ განკაცებული ღმერთი ბუნებრივია რომ ცნობ მას, იმიტომ რომ თელი შენი არსებით გჭირდება. ეჭვი არ გეპარება რომ ის ღმერთია, იმიტომ რომ სხვანაირად შენ იცი რომ ვერ გადარჩები, იმიტომ რომ შენი გამოცდილებით იცი უკვე რა გზაზეც დგეხარ. და აი დაამოწმა რომ ესია ძე ღვთისა და ამბობს მე ვიხილე და დაგიმოწმე თქვენ რომ ესია ძე ღვთისა. მე კიდევ მიხედავს იესოს ვიდოდა რა და თქვა აჰა ტარიგი ღვთისა. ანუ ის ვინც საკუთარ თავს გაწირავს ჩვენი ცოდვებისათვის, ამას ნიშნავს ტარიგი ღვთისა. და ჩვენ გვახსოვს რომ ესმა მის ორთა მოწაფეთა იტყოდა რა ამას და მისდევდეს იესოს. ერთ-ერთი მოწაფე დღეს ხსენებული ანდრია პირველწოდებულია ზუსტად. აი ვიღაცა მოისმინა და გაყვა. ამ შემთხვევაში ორი გაყვა. და იოანეს ძალიან ბევრი მოწაფე ყავდა. ყველას წინაშე დაამოწმა. და აქედან ორი აღმოჩნდა, რომელიც ქრისტეს მისდევს, დანარჩენები არა. ზოგი მოგვიანებით კიდევ შეუერთდა, ვიცით, მაგრამ რა საინტერესოა, ხო? ასე იგი იოანე მოვიდა, იმიტომ რომ ქრისტე დაამოწმოს, ქრისტეს შესახებ დაამოწმოს და ის პირველსავე ნათქვამზე მხოლოდ ორი ადამიანი მიყვება ქრისტეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რომ ნამდვილი ქრისტიანები გავხდეთ და ჩვენ რომ გავყვეთ ქრისტეს, აი მისდევდეს იესოს, ჩვენ რომ გავყვეთ იესოს, ჩვენ ეს ნათლობის დროს აღთქმაში გვაქვს დადებული. შეუდგები ქრისტეს, შეუდგები. ჩვენ რომ შედგომილ ვიყოთ ქრისტესა, ამისათვის გვჭირდება იოანეს მოწმობა ჩვენში, ჩვენი გულის მიერ აღქმული იქნეს. როგორც მოწოდება სინანულისკენ და არაუბრალოდ ცოდვებისგან, ცოდვების წუხილი არ იყოს, ეს ნამდვილი სინანული იყოს. რომ იოანეს მოწმობა სხვანაირად ვერ გავიგებთ. სხვანაირად არ გაგვიჩნდება სურვილი გავყვეთ მას. გავყვეთ იესოს. და ეს ორი მოწაფე გაყვა. როგორც კი ადამიანი დგავს ნაბიჯს ქრისტესკენ, ქრისტე რა თქმა უნდა ტრიალდება ჩვენსკენ და ხედავთ, მიექცა იესო, ანუ მოუტრიალდა და იხილა იგინი, მირა ისდევდეს მას და რქვა მათ, რას ეძებთ? შეიძლება ეს ხმა ესე ჩვენ არ გაგვიგია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდა წერილში ვკითხულობთ, ეს სიტყვები ჩვენ გვეკუთვნის. მე თუ გაცნობიერებული მაქვს, რომ ქრისტეს მივდევ, მაშინ ეს სიტყვები რას ეძებ თეოდორე, ეს მე მეკუთვნის. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ შინაგანად ის უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი ჩვენს გულს როცა ფაქიზად შეეხო, მან ეს სიტყვები ყველა ჩვენგანს უთხრა. რა გინდა, რატო მოდიხარ? რატო თუ ჩვენ მართლა გავყევით მას, თუ ჩვენ მართლა დავიწყეთ მისი ძიება, აუცილებლად გვეკითხება უფალი, რას ეძებ? გახსოვთ 38 წლის დავრდომლის რო ეკითხება, გინდა რომ განკურნო. ხო, გაუგება 38 წელი კაცი რო წევს და წევს იქ იმიტომ, რომ იქ ეგება სასწauლებრივად განიკურნოს, ხო? განსაკუთრებული სასწაული ხდებოდა იქ, სადაც იწვა. და ამ დროს ეკითხება ადამიანი, გინდა განიკურნო? რა თქმა უნდა, რატო ეკითხება უფალი? იმიტომ რომ მას უნდა რომ ადამიანს კონდეს ამ კითხვაზე რეაქცია, აქ გააქტიურდეს, უფრო მეტად ვიდრე აქტიური იყო აქამდე. როგორ არ მინდა რომ განვიკურნო, არ მინდა ეს პარალიზებული ვიყო. ჩვენ არ უნდა გვინდოდეს სულიერი პარალიზებულ მდგომარეობაში ყოფობა. და აი ამ შემთხვევაშიც უფალი რომ რას ეძებთ? ჩვენ აქტიურებს ჩვენში სინანულს და კითხვა მიჩნდება ახლა ჩემ თავთან, თეოდორე, რას ეძებს საერთოდ? რატო ხარ ეკლესიაში? ხო, ქრისტეს მიყვები და რატო მიყვები ქრისტეს? რას ეძებ? და ჩვენ ვიცით სახარებაში უამრავი ადგილი, როდესაც ვიღაცებს უნდათ რომ გაყვე და უფალეონება არ გაიყოლებს. და ზოგს ეუნება მიზეს, ზოგს არ ეუნება მიზეს. გესმით? ამის მაგალითები არის წმინდა წერილში. გამოვლენ ადამიანები და მინდა რომ გამოყვე.
და უფალი აჩვენებს, რომ შენ ანგარებით გინდა ჩემთან წამოსვლა და არა. შენ ისე ამ სოფელზე მიჯაჭული ხარ და არა. გესმის, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რატო ვართ აქ. რისთვის ვართ, რისთვის მოსულ ვართ, რას ვეძებთ. რას ეძებ, გვეკითხება. ხოლო მათ რქვეს რაბი მოძღვარი, მოძღვარ, სადა იყოფი? პირველი პასუხი და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. სათხარ შენ. ანუ სათხარ გასაგებია ხედავ რომ მათ წინ დგას. სადა იყოფი? ჩვენ ხო ეს საიდუმლო მხარე უნდა განვიხილოთ ამ სიტყვის, ამ პასუხისა, მისტიკური მხარე, სადა ხარ? ანუ ჩემი ცხოვრების საზრისი უნდა დავინახო ამაში, რომ მე ვიცი რომ ქრისტე ღმერთია, ვიცი საიდან კი არ მივხვდი, მიმახვედრა ჩემ გულში შეეხო და ვიცი, მაგრამ ახლა მე უნდა მაინტერესებდეს სად ვიპოვო იგი. გესმის, მე უნდა ვიპოვო იგი, მე უნდა მასთან შევერთდე, მე ზიარება, რატო ვეზიარებით? რა ჩვენ ფიქრობთ რომ კბილებით და კუჭით ღმერთს შეუერთდები? ეს ეს ღვთელმსახურება ეს ღვთელმსახურება, რომელიც საიდუმლო ღვთელმსახურებაა, ეს ვიზუალიზაცია, რომ შემოდის ქრისტეს ხორცი და სისხლი ჩვენში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევუერთდეთ ქრისტეს. გესმის, ამას მრავალი ჯერ ერთი რომ ფიზიკურად ხო ხდება საიდუმლოებრივად რაღაც უცნაური რამ. ეს ერთი და მეორე, ქრისტე ხო მარტო ხორცი არ არის, ის ხო ადამიანად რომ მოვიდა, მისი ადამიანობა ხორცის გარდა სულსაც მოიცავს, ანუ გონებას ხო? ანუ ჩვენ ქრისტეს გონება უნდა გქონდეს, ჩვენ ქრისტეს სული უნდა გქონდეს, როგორც პავლე მოციქული ამბობს და თუ მე ქრისტეს გონება არ მივისწრაფ იქითკენ, რომ ქრისტეს გონება მოვიპოვო, თქვენ გონიათ მექანიკური ზიარებით ქრისტეს ვეზიარებით? და ქრისტეს გონება რომ მოვისწრაფო, ესე იგი ეს რას ნიშნავს, ხო? მე უნდა ვიცოდე მისი ნება, რა სულს მარს და ისე ვიცხოვრო. და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მასთან შევერთდე, ზიარება მასთან შეერთებას ნიშნავს, რომ მისი ნაწილი გავხდე, რომ მასთან ერთად დავждე მარჯვენით მამისა. ამას ნიშნავს ეს ყველაფერი. ამიტომ სად ხარ? ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გვინდოდეს მასთან შეერთება და სად ვეძებოთ? ჩვენ ვიცით, სადაც არის ადგილი, სადაც უნდა ვეძებოთ, ეს არის ჩვენი მისტიკური სიღრმე, გულს რო უწოდებთ და მთელი ღვთისმსახურება, ზიარება იქნება თუ ლოცვა იქნება, წმინდა წერილის თუ წმინდა მამების კითხვა და მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოვლინება, ყველაფერი ეს კონცენტრირდება, ყველაფერი ეს შემოდის ჩვენში, შეტრიალდება ჩვენში, ანუ გარეთ კი არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, შიგნით არის მიმართული ეს და კონცენტრირებულია ჩვენს მისტიკურ სიღრმეში, სადაც აი ამ ყველაფრით, რასაც ვაკეთებთ, უნდა ქრისტეს შევხვდეთ და მასთან ერთობა გქონდეს. უფალი ეუბნება, შენ თუ კითხავ, სადა ხარ? ის გეუბნება, მოდი და იხილე, რქვამათ, მოვედი და იხილეთ. მივიდეს და იხილეს და სადა იყოფოდე და მასთანაც დაადგრეს. მასთან გაჩერდე. ანუ ოღონ შენ ნაბიჯი გადადგის სწორად და უფალი არ გაყოვნებს, უფალი არ შეგაჩერებს, არ დაგაპკოლებს, არ შეგაფერხებს, გეუბნება, კი, მოდი და ნახავ, სადაც არის და მასთან დაადგრები და ეს ჩვენი მისტიკური სიღრმეა. გარდა ამის, აქ არის კიდევ ერთ საინტერესო, როგორ აფასებს უფალი მასთან მოსულ ადამიანს. მაგალითად, ანდრიამ მიიყვანა პეტრე, თავისი ძმა. და პეტრეს რო ხედავს, უფალი ეუბნება, შენ ხარ სიმონ ძე იონასი, შენ გეწოდოს კეფა, რომელიც თარგმანების კლდე და ჩვენ წმინდა წერილის სხვა ადგილიდან ვიცით კლდე რატო უწოდა? კლდე უწოდა აღმსარებლობის გამო. ანუ ჩვენ რო ქრისტესთან მოვდივართ, ჩვენ რო გაცნობიერებული გქონდეს, ვინ არის ის, რომ ის არის ღმერთი ადამიანად მოსული. ქრისტე ცხებული, შენ ხარ ცოცხალი ღმერთის ძე, ანუ ძე ღვთისა, ქრისტე, ანუ ცხებული, ანუ მისი ადამიანური ბუნება საღვთო ღმერთთან შეერთებულია, უпростоრად ღმერთთან შეერთებულია, სრული სისავსით ღმერთი გამოჩნდა ხორცით და ქრისტეში დამკვიდრებულია მთელი ღვთაებრიობა ხორციელად, როგორც პავლე მოციქული ამბობს. აი ეს აღსარებლობა ქრისტეს ღმერთობისა, ეს არის ის რწმენა, რომელიც კლდესავით ხდის ადამიანს. იმიტომ რომ მე თუ მართლა, აქ ლაპარაკია მართალ რწმენაზე. მე თუ მართლა მწამს, რომ ვისაც ლოცვაში ვესაუბრები
და ვისი ორგანული ნაწილი ხდები წირვის დროს, ის galaktikების შემოქმედია. როგორ ვფიქრობთ, ასეთ ადამიანს რამე გატეხავს, რამე შეაშინებს, უკან დაახევინებს თავის პრინციპებზე და აღსარებლობაზე, რომელიც ღვთისნებასთან ერთობაშია, ხო, არა ჩემი ეგოისტური, არამედ ღვთისნებასთან. ესეთი ადამიანი ხო დაუმარცხებელია. ამიტომ ესეთი ადამიანი კლდია და ამიტომ უწოდებს პეტრე მოციქულს კლდეს და ეს ჩვენთვის გახმოვანებულია. მარტო პეტრე კი არ უნდა იყოს კლდე. ჩვენს კლდეები უნდა ვიყოთ. გესმით, ჩვენს კლდეები უნდა ვიყოთ იმ აღსარებლობით. ეს კიდევ ერთი ნიუანსი მნიშვნელოვანი. მე გახსოვთ ვაგრძელებ წმინდა წერილში დღეს რაც აღმოვიკითხეთ ფილიპე რო ნათანაელს ეუბნება და რომელიც დაწერა მოსემ ჯულსა და წინასწარმეტყველთა ვპოვეთ იესო ძე იოსებისი ნაზარეთით. ეხლა აქ რას ხედავთ? ფილიპე უკვე მოწაფეა ქრისტესი და ნათანაელი იპოვეთ და ნათანაელს ასეუნება მოსემ რაც დაწერა ის ვნახეთ ჩვენ. მოსემ რაც წინასწარმეტყველა. ანუ აქ ამით წმინდა წერილი გვეუბნება და ეკლესია გვეუბნება რომ ჩვენ უნდა მაძიებელი ადამიანები ვიყოთ და ერთ-ერთი სადაც ჩვენ ჭეშმარიტებას ვეძებთ ეს არის გამოცხადებითი ჭეშმარიტება წერილობით მოცემული წმინდა წერილი. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ის რწმენა, ის განსაცვიფრებელი რწმენა ქრისტეს ღმერთობისა ამ რწმენის შესახებ წმინდა წერილში წერია და ეს წერია საიდუმლოებრივად, გამოცხადებითად, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში. და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავითავისოთ, უნდა ჩვენი გულზე შენახები რაც არის და რის გამო ჩვენ აქ ვართ, ეს უნდა განვამტკიცოთ გარეგან მოსული ცოდნითაც. ამ კუთხითაც მაძიებლები უნდა ვიყოთ. ანუ ჩვენი ინტელექტუალური რესურსიც უნდა ჩაირთოს ღმერთთან ურთიერთობაში. გესმით, რომ ის მარტო ინტუიცია თუ დარჩა, მოდის ეშმაკი და შემოგთავაზებს რაღაცას. ასე ვიტყვის, იცი რა, მე მგონი მთლად მასი არ არის და რა იცი რომ ასია. გესმით, მთელი ეკლესიის ისტორიას გადახედეთ, ეს წვალებლობები რო ჩდებოდა, საიდან ჩდებოდა. ვიღაცასთან მიცუცქდება ეშმაკი და გულის სიტყვას ეტყვის. ხა მე მგონი ესე არ იქნება ქრისტე ღმერთი როგორ იქნება ღმერთი შვილი მაგრამ ღმერთი როგორ იქნება და ასე შემდეგ ხო აი ესე იქმნებოდა ეს უბედურებები იმიტომ რომ ადამიანებს ვერ ქონდათ გათავისებული ის ცოდნა რომელიც წმინდა წერილში იყო ეს ადამიანები ჭკვიანებიც იყვნენ მაგრამ არ ქონდათ სიბრძნე იმიტომ რომ სიბრძნე მარტო ინტელექტუალური ცოდნა არ არის ინტელექტუალური ცოდნა უამრავ ღირებულებასთან და ღირსებებთან შეზავებული მათ შორის თავდაბლობასთან სხვათა შორის და აი ესე იგი ეს გამომეძიებლობა რა ძალიან მნიშვნელოვანია ესეც უნდა გქონდეს ანუ ჩვენ მუდამ უნდა ვეძებდეთ წერილობით მოცემულ გამოცხადებებში ჩვენი რწმენის დასტურს და იქ მუდამ ამას ჩვენ ვნახავთ განსაცვიფრებელ დასტურებს აი განსაცვიფრებელი დასტურებია მათ შორის ძველ აღთქმაში ქვამას ნათანაელ ნაზარეთით შესაძლებელი არის კეთილისა რა ის ამეყოფა ნახეთ როგორი მაძიებელია ნათანაელი ბრმად კი არ მისდევს ნაზარეთში რაღაცა მივარდილი პროვინცია მტრიანი რაღაც სოფელი იქ რა უნდა იყოს და პასუხი არის ძალიან კაი ფილიპე კი არ უნდა წამოკაცო რო გეუბნები მოდი და ნახე აი ეს საოცარი თავისუფლების შენარჩუნებით მაგრამ გამომეძიებლობით ანუ როცა თუ ადამიანს რაღაცა ეჭვი გაუჩნდება ხო მან უნდა გამოიძიოს კოლავ ისევ ქრისტესთან უნდა გამოიძიოს ისევ წმინდა წერილში უნდა გამოიძიოს ისევ უნდა თავად მივიდეს და თავად ნახოს იმიტომ რომ სხვის სიტყვა ამ შემთხვევაში ნაკლებად დაეხმარება ანუ მაძიებლობა იხილა რა იესო ნათანაელ მომავალი მისცა და თქვა მისთვის და აი აქ კიდევ ერთი თვისება ადამიანისა როგორი უნდა იყოს ადამიანი რომ ის ქრისტესთან დამკვიდრდეს და როგორ აფასებს ნათანაელს იესო ქრისტე ჭეშმარიტად ისრაიტელი, ანუ ღვთის ერის წარმომადგენელი, ღვთის შვილი პოტენციაში და რა, რომლისთანაც ზაკვა არის. ზაკვა არ არის, ანუ რომლისთანაც ზაკვა არ არის. აი ეს მზაკრობა რომ არ არის ადამიანში. ეს ანუ მზაკრობა, ანუ ორგულობა რო არ არის ადამიანში. ძალიან მნიშვნელოვანია. ძმებოდადებო, რომ ამას გაუფრთხილდეთ. აი ეს ნათქვამი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გაუფრთხილდეთ, რომ ჩვენში არ იყოს ეს ორგულობა, იმიტომ რომ სამწუხარო რეალობაა, რომ ეკლესიის წიაღში ვართ, წლები ვართ და ეს ორგულობა, ამ ორგულობისგან ვერ თავისუფლდებით. ჩვენ არ ვცხოვრობთ სახარების შესაბამისად, აი არ ვცხოვრობთ შესაბამისად სახარებისა, არ ვეძიებთ ღვთისნებას, არ ვწონით ჩვენ ყოველ სიტყვას, ქმედებას, ხმის ინტონაციას, მოძრაობას, ესე იგი და ასე შემდეგ ჩვენ სტრატეგიას და ტაქტიკურ სულებს ჩვენ ცხოვრებაში არ ვაფასებთ იმით თუ ღვთისნება რა არის და სულ ჩვენი ნებით, ჩვენი სიმართლით ვმოქმედებთ.
და შესაბამისად როგორც კი ადამიანი თავის ნებით და თავის სიმართლით მოქმედებს, ის დაუცველია დემონური გულის სიტყვებისგან. ადამიანთა 100% თითქმის ეკლესიაში, თორე ეკლესიის გარეთ ხო წაღებულია ყველაფერი ეშმაკს, 100% თითქმის ეკლესიაში იმართებიან გულის სიტყვების მიერ, რომლებსაც თვლიან ჭეშმარიტებად. და ეს არის სწორედ ორგულება. აი ეს არ უნდა არსებობდეს, თუ ქრისტესი ხარ, გამოეძიე ღვთისნება და ღვთისნებით იმოქმედე, გამოიკვლიე ღვთისნება. ეს ხშირად ადვილი გასაგებია. ძალიან ხშირადვე ძალიან რთული გასაგებია. და გესმით, თუ ამას არ მივაქცევთ ყურადღებას და თუ ღვთისნება არ იქნება ჩვენთვის წარმართველი და ერთადერთი მიმანიშნებელი ჩვენი ცხოვრებისეული გზისა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზაკვრობაში, ანუ ორგულებაში და რა თქმა უნდა ქრისტესთან ვეღარ დამკვიდრდებით. ნათანაელი ეუბნება ამის მერე, საიდან მიცნობ მე? შენ საკვა არ არისო, შეაფასა, საიდან მიცნობ? პირველ ფილიპეს ხმობამდე შენ და იყავრა ლეღვსა ქვეშე გიხილე შენ. აი ლეღვსა ქვეშე, ლეღვის ქვეშ იჯდა, ხო? ნუ ლეღვის ქვეშ იჯდა. გიხილე რას ნიშნავს? ანუ შენ ღმერთს ეძებდი და მე ვიცი რომ შენ ღმერთს ეძებდი. ეს ვინ იცის? შენ იცი, ღმერთმა იცის და მე საიდან ვიცი? იმიტომ რომ მე ღმერთი ვარ. აქედან გამომდინარე, იმ წამსვე ირწმუნებს ნათანაელი რომ რაბი შენახარ ძეხვთისა, შენახარ მეუფე ისრაელისა. ნახეთ, როგორ მოხდა ის რომ შენ ქრისტესთან დამკვიდრდე, ის რომ შენ ღმერთმა გითხრას რომ ჭეშმარიტი ისრაელი ხარ და შენში მზაკვრობა ორგულება არ არის, შენ ამას წინაპირობა აქვს და ეს წინაპირობა არის შენი გულწრფელი, უანგარო, ალალი, ნამდვილი, გაცნობიერებული ძიება სამყაროს შემოქმედისა, ღმერთის ძიება როგორც ცხოვრების აზრისისა. ადამიანი გაფხიზლად რომ არის, აზზე რო არის ამ ქვეყანაზე, რომ ვიცის რა ცხოვრება მალე წავა და გადაევლება და მოკვდება და აცნობიერებს რომ ცხოვრების აზრისი მარადისობა შეიძლება იყოს და მარადისობა კიდე ცოცხალი ღმერთია და აი ამ ცოცხალ ღმერთს რო ეძიებს მთელი თავისი არსებით უანგაროდ, იმიტომ კი არ ეძებს რომ აქ კარგი შესაძლებლობები გაუჩნდეს ამ სოფელში, არამედ მასთან რომ უნდა ყოფნა უანგაროდ. აი ეს განწყობა რო აქ ადამიანს, ასეთი ადამიანი ხდება, ესე იგი გულწრფელი ღვთის წინაშე ჭეშმარიტი ისრაელი და ის გაიგებს ღვთის სიტყვას, შენში მზაკვრობა არ არის, ამიტომ შენ ჩემი მოწაფე ხარ. შენ ხარო ძე ღვთისა და მეუფე ისრაელისა, აღსარებლობა აღმოთქვა ხო ნათანაელმა რომ ღვთის ძე ხარ და მეუფე ისრაელისა, უფალი ეუბნება, გარქუ შენ ვითარმეთ გიხილე ლეღვსა ქვეშე და გწამს, უფრო ის ამათი იხილო. ანუ ის რომ შენ მე მიცანი, არ გეგონოს რომ ეს ამით დასრულდება შენი სულიერი ზრდა, ამაზე მეც იხილავ, ანუ ზრდა დაუსრულებლად გაგრძელდება. ეს არის ძალიან მცირეოდენი, რაც შენ განიცადე ახლა, რომ შენ ჭეშმარიტება განგეცხადა, იმიტომ რომ ზაკრობის გარეშე მეძებდი მე, ჩვენ შევხვდით, მაგრამ ამით იწყება ის დიდი ცხოვრება, რომელსაც თქვია ცხოვრება ღმერთში და მე ეუბნება ყველას. ამინ გეტყვით თქვენ, ამიერიდან იხილეთ ცანი განხმული. ცანი განხმული რას ნიშნავს? ადამიანის იხილეთ ცანი განხმული. ადამიანის ჰორიზონტი გონებისმიერი შემეცნებითი ჰორიზონტი აღარ არის შემოსაზღვრული მატერიალური სამყაროთი, არამედ იგი იხსნება ჩვენთვის და ჩვენ რწმენის მიერ ჩვენ ვხედავთ ტრანსცენდენტულ ყოფიერებას, სამყაროს მიღმიერ ყოფიერებას, რომელიც ერთადერთი მარადისობაა. რატომ? იმიტომ რომ ერთადერთი მარადისობა და ერთადერთი მარადისობა სწორედ ერთადერთი ცოცხალი ღმერთია. ცოცხალი ღმერთი უდრის მარადისობას, ეს ერთ სინონიმებია. და ამიერიდან როცა შენ აი ამგვარად ქრისტესთან უანგაროდ აღმოჩნდები და მასთან ერთგულებით დამკვიდრდები, შენთვის წაიხსნება, ანუ ეს სამყაროს ჰორიზონტი გაირღვევა და მარადისობის წინაშე აღმოჩნდები და ანგელოზნი ღვთისანი აღმავალნი და გარდამომავალი ძესაზე და კაცისას ანგელოზნი როგორც კეთილი მაცნე შენსა და მარადისობას შორის და შენ ქრისტესთან შეერთებული შესაბამისად, რადგან ძეღმერთის ადამიანური ბუნება ხიდად გაიდო შენსა და მარადილ ყოფიერებას შორის, ძეღმერთის ადამიანური ბუნება გაიდო ხიდად შენსა და მარადისობას შორის და ეს ანგელოზთა სვლელობა, ეს არის სწორედ ეს კავშირი, მათ შორის შემეცნებითი კავშირი შენსა და ღმერთს შორის, რომელიც აქვე იწყება და მარადისობაში გაგრძელდება. და კიდევ ერთხელ მადლობა უფალს, რომ დღესაც აი წმინდა წერილმა კიდევ ერთხელ ჩაგვახედა ქრისტიანობის
ქრისტიანობაში, როგორც საიდუმლოებაში და კიდევ ერთხელ გაგვიკეთა ის ნიშნულები, რომლისაკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, იმისათვის რომ ჩვენი სახელი ქრისტიანისა გავამართლოთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.